სახელითა მამისათა და დადისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არ ზღმით. ერთმა დალოცვილი გამყოფოთ, ლოცვის ზალა და მადლი გვარავდეთ და შეგწეოდეთ. დღეს როგორც მოგესალმებათ, არის ყველიერის კვირა, შენდობის კვირა, ადამის სამოთხიდან განდევნის გახსენების დღე. ასევე დღეს არის ჩვენი ღირსი მამის გაბრიელ ბერის აღმოყვანების დღე. მისი დღეა სწავლისა. შეგწეოდეთ და დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა. შეიძლება ის ითქვას, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული კი არა, განსაკუთრებულთა შორის განსაკუთრებული სიტყვები არის. რომ თუ შენ გინდა რომ ღმერთმა გაპატიოს შენი ცოდვები, შენ საპატიო სხვას მისი ცოდვები, რომელიც შენ წინაშე ჩაიდი, ეცადი აპატიო. თუ შენ ვერ პატიობ მას, მაშინ არც ღმერთი პატიობს შენ. რა მარტივია თან. რა მარტივი ყოფილა ცხონება. მაგრამ ამასთან ერთად არის ძალიან რთული. როგორ გითხრათ, არ რთულიც არის და მარტივიც. თუ რთული არის იმ შემთხვევაში, თუ კი მარტო ჩემი შესაძლებლობები, ჩემი ნებით, ჩემი ძალით შევეცდები ამის კეთებას. არის შეუძლებელიც კი. მაგრამ თუ ამას შევეცდები მე ღმერთზე მინდობით, აი ღმერთის მინდობა რას ნიშნავს? ისე კი არა, რაც მინდა ავაკეთებ და ღმერთი მაპატიო, ასე კი არა ძვირფასებო. არამედ ცდილობ კეთებას არ გამომდის და რაც არ გამომდის ღმერთი მაპატიებს. თუ არაფერს ცდილობ კეთებას, იქ ღმერთის პატიება კი არა, საჯელის ღირსი ვართ ამ შემთხვევაში. როცა ვცდილობთ რაღაცის კეთებას. ჩვენ ვაკეთებთ დიდი 5% რაღაც სიკეთებს, აი ესეც ბევრია. დანარჩენს ღმერთი პატიობს, მე იქით უკვე გვეხმარება, რომ გამოგვივიდეს რაღაც. და როდესაც ჩვენ ასე ვიქცევით, ასე ვცხოვრობთ, ადვილია ცხონება, გამართლება უფლის წინაშე. რა ადვილია და რა რთული. როცა ღმერთზე მინდობილი ხარ, მარტივდება. როდესაც არა ხარ ღმერთზე მინდობილი და ხოლო შენი თავის იმედად ხარ, არის შეუძლებელი. კიდე აი მეორე ნაწილი, რომელსაც ზანებს უფალი. ნუ აგროვებთო სიმდიდრესო, რომელიც სიმდიდრესაცო ღილი დაღნისო, არავი მივადა მოგპარავსო. ამ სიმდიდრეს ნუ აგროვებთო. არამედ თქვენი სიმდიდრე დააგროვეთო ცათა სასუფეველში. რა არის ცათა სასუფეველში სიმდიდრის დაგროვება და რას ნიშნავს, რომ ღილი შეჭამს და ან არავი მოგპარავს. როდესაც აი ძალიან მარტივად რომ აი კლასიფიკაცია მოახდინოთ სიმდიდრის. სიმდიდრე რომელიც მიწიერია, მას ამ ღილი ჭამს, ან შეიძლება არავმა მოგპაროს. მიწიერი. მაგრამ ზეციურ სიმდიდრეს ვერავინ არ მოგპაროს. შეუძლებელი. რა არის ეს ზეციური სიმდიდრე? დაემსგავსეთ მამა ზეციერს, როგორც იყავით სრული, როგორც მამა ზეციერი სრულ არს, ხო წერია? აი ესეთი უნდა ვიყოთ. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რა? უპირველეს ყოვლისა ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და ყოველივე ესე შეგეძინოთ თქვენ. ანუ არ ეძებოთ. არც მე და არც თქვენ არ ეძებოთ ამ სოფლიური თავარი ისეთი სიმდიდრეები, რომელსაც ცაში ვერ წავიღებთ. ალექსანდრე მაკედონელი რომ მოკვდა, ერთ-ერთი თხოვნა იყო რომ ხელი გარეთ კუბოს გარეთ გადმომიგდეთო. რატო? და რო არაფერი მიმაქო დაინახოს ხალხმა. იცით ალბათ ხო ეს ამბავი. არაფერი არ მიგვაქვს, რა მიგვაქვს იქით? რაც მოვიტანეთ. რა მოვიტანეთ? ერთი მათ საქმეა, აფსში ვიყავით გახვეული. ყველა ჩვენი. აი ეს მოვიტანეთ. რამე მოვიტანეთ, რომ ტირილი მოვიტანეთ, ტირილი. და მოვიტანეთ პირველად გავაკეთეთ ტირილი დავიწყოთ და გაეხარდათ რომ იტირავ. თან ეს გაეხარდა. რაც მოვიტანეთ ის მიგვაქვს. ამიტომ რამეს გროვება? ამით იმას კი არ ვამბობ, რომ არ ჭამოთ, აღარ სახლი გქონდეს, აღარ კარი გქონდეს. ამაზე კი არ ლაპარაკი. თავარი რა, უპირველეს ყოვლისა ამ ფრაზას დაგვირება უნდა, როგორც წერია, უპირველეს ყოვლისა ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და სიმართლესა მისთვის და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. აი ეს არის, როცა ლაპარაკი არის ცხონებაზე, უპირველეს ყოვლისა ცათა სასუფეველსა უნდა იყოს ჩვენი გული მიმართული და ჩვენი სიმდიდრე სწორედ იქ უნდა იყოს. მას უნდა ვაგროვებდეთ ჩვენ. ღმერთმა გაგაზიარო დაგლოცოთ და გაგამტკიცოთ